მოდი შენც გამიხეს. არა, და პირიქით კარგი არის. Yo, მაგარია. Ani, გამარჯობა. მზად ხარ, დავიწყოთ ინტერვიუ. კი. Ani, რა არის ის სუპერძალა, რაც დედობამ მოგანიჭა? ანუ რა არის ის, რასაც პირობითად 10 წლის უკან არასდროს აკეთებდი და ეხლა ყოველდღიურად აკეთებ? ცოტა რთული კითხვა, მაგრამ ალბათ ეს არის გამბედაობა და ის უნივერსალური, უზარმაზარი დიდი ძალა, რაც გაგაკეთებინებს შვილების გამო საერთოდ ყველაფერს. Ამას ვერც წარმოვიდგენდი რა იყო 10 წლის უკან, თუნდაც როცა შვილი არ მყავდა. Დაასრულე ფრაზა, ჩემი დილა იწყება, რა არის ის სამი რამ, რაც აუცილებლად არის ხოლმე შენ დილის რუტინაში. ესე იგი, მე და ჯერი შევთანხმდით, რომ ერთმანეთს შევახსენებდეთ ყოველ დილას, რომ მივირთვათ წყალი და დავიწყოთ ერთი ჭიქა წყლით დალევა დილის და გამოგვდის, მეორე სამწუხაროდ არის ყავა და მესამე არის საკვები დანამატები, კონკრეტულად D ვიტამინი. ბავშვებისთვისაც და ჩემთვისაც. ბავშვებისთვის სპრეის სახით, ჩემთვის ტაბლეტის სახით. მით უმეტეს ახლა უკვე შემოდგომა და ზამთარია და ვირუსების სეზონი გვიტევს, ჩვენი ორგანიზმი აუცილებლად უნდა მოვამზადოთ იმისთვის, რომ შევხვდეთ ამ ვირუსების სეზონს ძლიერად, განსაკუთრებით ბავშვებისთვის, ზოგადად მათი იმუნიტეტისთვის არის პირველი რამ D ვიტამინი. მოდი გაკოცოდი. Ani, როგორ ირჩევს სანდო და ხარისხიან D ვიტამინს? როცა საქმე ეხება ბავშვებს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში მნიშვნელობას ვანიჭებთ ხარისხს. ამ შემთხვევაში უმნიშვნელოვანესია რომ იყოს ხარისხიანი D ვიტამინი, მე კი ვირჩევ ვიტაფეროლს და თუ რატომ, ამასაც გეტყვით თუ გინდათ. ვიტაფეროლის მწარმოებელი არის ჩეხური კომპანია ვალმარტი, რომელიც 30 წელზე მეტი აქვს თავაზობს ინოვაციურ საკვებ დანამატებს და ვიტამინებს და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ იწარმოება ევროპული სტანდარტის დაცვით. რაც შეეხება ვიტაფეროლს, ეს არის 100%-ით სუფთა D ვიტამინი ყოველგვარი დანამატების გარეშე. ეს არის გარანტია იმის, რომ ჩემს შვილებს მართლა საუკეთესოს ვაძლევ. ზოგადად გადაჭარბებული დოზა საზიანოა ჩვენი შვილებისთვის და ვიტაფეროლს აქვს სპეციალური დოზატორი, რომლის საშუალებითაც ამ სირთულისგან დაზღვეულები ვართ. ვაუ! მე დიდი ჩააგდე. Ani, როდის დაიწყო თქვენი და ვიტაფეროლის მეგობრობა? ჩვენი ურთიერთობა და მეგობრობა დაიწყო 5 წლის უკან, როცა პირველი შვილი შემეძინა და სამშობიაროშივე პედიატრმა დაგვინიშნა ვიტაფეროლის D ვიტამინი და ეს იმას ნიშნავს, ეს არ არის მხოლოდ ჩემი არჩევანი, ეს არის სამედიცინო საზოგადოების არჩევანი. Ani, ბევრი ფიქრობს, რომ D ვიტამინი მხოლოდ შემოდგომა ზამთრის პერიოდში უნდა მივიღოთ, თუმცა შენ როგორც უკვე გამოცდილი და რას ფიქრობ ამ თეორიასთან დაკავშირებით? რა გიჩვენა პრაქტიკა? იცი რა არის შემოდგომა ზამთარში, რა თქმა უნდა მივიღოთ, იმიტომ რომ ვირუსების სეზონია და D ვიტამინის მიღება ერთგვარი ფარი არის, თუმცა არ უნდა შევწყვეტოთ მისი მიღება გაზაფხულზე ან ზაფხულზე, ყველა სეზონზე უნდა მივიღოთ, იმიტომ რომ არ არის აუცილებელი გავხდეთ ცუდად, გავცივდეთ და მერე მივიღოთ. არა, პრევენცია უნდა მოვახდინოთ, ასე რომ უწყვეტად უნდა მივიღოთ, რომ ორგანიზმი იყოს ჯანსაღად და იმუნიტეტი ამაღლებოდეს. ინტერვიუს დასასრულს მიმართე ჩვენს მაყურებელს, რა არის უმნიშვნელოვანესი გზავნილი, რაც შენს გულწრფელ ემოციებს და დაყრდნობით შეგიძლია გაგვიზიარო? ჩემი გზავნილი ძალიან მარტივია, ნუ დაელოდებით ავადობას და დაიწყეთ პრევენცია ახლავე. ჯანმრთელობაზე ზრუნვა არის მუდმივი პროცესი და სიმშვიდის გარანტს მიხდის პირადად მე ვიტაფეროლს D ვიტამინი.